რუდოლფ შტაინერი, მათეს სახარება, მეოთხე თავი. წინა ლექციამ დაგვანახა, თუ რა დიდი სხვაობაა მარადმყოფადი ღვთაებრივ სულიერი სამყაროების შემეცნებასა და იმ შემეცნებას შორის, რომლის დაუფლებაც ებრაელმა ხალხმა თავისი სრულიად განსაკუთრებული მისიის წყალობით შეძლო. აბრაჰამი ამ ხალხის პირველ წინაპარი, მართლაც დაჯილდოებულ იქნა ფიზიკური ორგანოს ჩანასახით. ანუ შემეცნების ახალი იარაღით, რომელიც შემდგომში ადამიანს გრძნობადი ცოდნის მეშვეობით სულის შემეცნებისთვის უნდა გამოიყენებინა. სულის შემეცნებისთვის და არა წინათგრძნობის მისაღწევად. სულიერი შემეცნება, ღვთაებრივი შემეცნება ყოველთვის ყველგან იყო და იქნება. მაგრამ სულიერის ეს ერთგვარად უკვდავი შემეცნება მისტერიებში მაგალითად ხელდასხმით ან სხვა რაიმე ხერხით მიიღწევა. ამიტომ რასაც ისტორიის მანძილზე ზოგადად ხელოვნური გზებით აღწევდნენ, უნდა განვასხვაოთ სულიერი სამყაროს ნორმალური, ერთი ეპოქის ადამიანებისთვის ხელმისაწვდომი და კაცობრიობის ევოლუციაში მათი განსაკუთრებული მისიის შესატყვისი შემეცნებისგან. მაგალითად, სულიერ სამყაროთა ასტრალური აღქმა სავსებით ნორმალური იყო ატლანტიდის ეპოქისთვის. მაგრამ ებრაელი ხალხის განვითარების აპოთეოზის ჟამს ნორმად იქცა სულიერი სამყაროს გარეგნული, ეგზოტერული შემეცნება. ისეთი შემეცნება, რომელიც ფიზიკური ორგანოს მეშვეობით, ამ ორგანოზე დამოკიდებული ნიჭის მეშვეობით მიიღწევა. ჩვენ დავინახეთ, რომ აბრაჰამის ხალხი ამგვარ შემეცნებამდე ღვთაებრივ ყოფიერებასთან შერწყმის უღრმესმა გრძნობამ მიიყვანა. ამრიგად და ამის წყალობით შესაძლებელი გახდა შინაგანი შემეცნება, ღვთაებრივთან შერწყმის გრძნობა თავად ადამიანის შიგნით. და მაინც, ყველაფრის მიუხედავად, ეს შემეცნება ასე ერთბაშად არ გამხდარა ყველასთვის ხელმისაწვდომი. ყველას როდი შეეძლო ეთქვა, მე ვუღრმავდები ჩემს თავს, ვცდილობ რაც შეიძლება ღრმად შევიმეცნო საკუთარი თავი, რათა ვიპოვო ჩემში ღვთაებრივი ყოფიერების რაღაც ნაწილი, რომელიც შემდგომში შემაძლებინებს ჩემ გარშემო გარე სამყაროში შევიმეცნო ღვთაებრივი სულიერი არსი, ყველასაგან სრულ მცხოვრებო. დიახ, ეს არ მომხდარა ყველასთვის ერთდროულად. ასეთი რამ შესაძლებელი გახდა მხოლოდ ქრისტეს მოვლენების წყალობით, მისი გამოვლენით კაცობრიობის ევოლუციაში. ძველი ებრაელი ხალხისთვის ღვთაებრივი არსის ამგვარი შინაგანი განცდა მხოლოდ სახალხო წიაღში იყო შესაძლებელი. ცალკეული პიროვნება ამას აღწევდა მხოლოდ მაშინ, როდესაც თავის თავს არა კონკრეტულ ინდივიდუმად, არამედ ერთიანი მთელის შემადგენელ ნაწილად შეიგრძნობდა, ანუ როდესაც იგი გრძნობდა, რომ თავისი სისხლით თაობათა მთელ წყებას განეკუთვნება და მის სისხლში ღმერთი იაჰვეს შეგნება ცხოვრობს. ამგვარად, ადამიანი სახალხო შემეცნებაში ყოფიერების განცდით ცხოვრობდა. სახალხო შემეცნებაში ყოფიერების განცდა. იმისთვის, რათა იაჰვესთვის ოკულტური რეალობის შესატყვისი სახელი მიეცა, მისთვის უნდა ეწოდებინა არა აბრაჰამის, არამედ აბრაჰამის, ისაკის და იაკობის ღმერთი. და ეს გაცილებით ზუსტი იქნებოდა. რამე თუ სწორედ ეს ღმერთი, სწორედ მისი არსი გადადის თაობიდან თაობაში და ცალკეულ ადამიანთა გამჭოლ ხალხის შეგნებაში ვლინდება. აბრაჰამის, ისააკის, იაკობისეული ღმერთის შემეცნებასა და ქრისტიანულ შემეცნებას შორის უზარმაზარი სხვაობა. შესაბამისად, ქრისტიანობამდელი შემეცნებიდან ქრისტიანულ შემეცნებაში გადასვლისას უზარმაზარი ძვრა მოხდა. ქრისტიანობაში ღმერთის შემეცნება ყოველი ინდივიდუუმისთვის ხელმისაწვდომია. ებრაელთათვის კი ამ შეგნების მიღწევა მხოლოდ ერის სულიდან იყო შესაძლებელი. იმ სულიდან, რომელიც შთამომავლობას სისხლით გადაეცემოდა. აბრაჰამს შეეძლო ეთქვა, მე მოწოდებული ვიყავი შემექმნა ხალხი, რომელიც იმრავლებდა ჩემ შთამომავლებში. უმაღლესი ღვთაება იცხოვრებს მათ სისხლში, ღვთაება ჩემი ხალხის შეგნებაში გამოვლინდება. აი, სულიერი შემეცნების ის ფორმა, რომელიც აბრაჰამის ეპოქაში ნორმად მიიჩნეოდა. მისტერიებში შემონახული სულიერის უმაღლესი შემეცნება ეპოქიდან ეპოქას გადაეცემა. იგი დამოუკიდებელია ზოგიერთი სხვა ფორმის შემეცნებისგან. ატლანტიდის ეპოქებში სულიერი ცხოვრების სიღრმეები ერთდროულად ასტრალური და ეთერული ნათელხილვით შეიმეცნებოდა.
შინაგანი განვითარებიდან ადამიანს შეეძლო მისტერიების ორაკულების იდუმალებათა შემეცნება. იმ ეპოქაში, როდესაც ნორმად იქცა შემეცნების ებრაული ხერხი, ასევე არსებობდა ცენტრები, სადაც სულიერს არა ფიზიკურ სხეულში, როგორც ეს აბრამიტებს ხელით იფებოდათ, არამედ სხეულის გარეთ შეიმეცნებდნენ. იმისთვის, რათა შეემეცნა ღვთაებრივ სულიერი, რათა ეხილა იგი მის მარადიულ ასპექტში, ადამიანი თავისი საკუთარი მარადიული ბუნების ამაღლებით ღვთაებრივის განჭვრეტამდე უნდა ამაღლებულიყო. ახლა კი ვფიქრობ, გასაგებია თუ რატომ იყო აბრაჰამისთვის საჭირო ერთგვარი დაჯერებულობა. სამყაროს გამგებელი ღმერთის შემეცნება მან სრულიად განსაკუთრებული ხერხით სახელდობ ფიზიკური ორგანოს მეშვეობით, ფიზიკური შემეცნების მეშვეობით ისწავლა. მაგრამ იმისთვის, რათა მისი მისია კაცობრიობის განვითარებისთვის ჭეშმარიტად ნაყოფიერი და ქმედითი ყოფილიყო, მას აუცილებლად ესაჭიროებოდა რწმუნება, დაჯერებულობა, რომ მისი ხალხის შეგნებაში ვლინდება იგივე ღმერთი შემოქმედი, რომელიც ყველა დროის მისტერიებში მეტყველებდა. აი ეს იყო უმთავრესი. ერთი სიტყვით, აბრაჰამს თავისი ღმერთის მისტერიების ღმერთთან იდენტიფიცირება უნდა მოეხდინა. ზეგი იდენტიფიცირება აბრაჰამს უნდა მოეხდინა თავისი ღმერთის მისტერიების ღმერთთან. ეს კი მხოლოდ ერთი პირობით იყო შესაძლებელი. მას მტკიცედ უნდა ერწყუნა, რომ მისი ხალხის შეგნებაში გამოვლენილი ძალები იგივე ის ძალებია, რომლებიც მისტერიებში შედარებით ამაღლებული ფორმით ვლინდებოდა. რათა გავიგოთ თუ როგორ მოიპოვა აბრაჰამმა ეს რწმუნება, ჩვენ უნდა გავიხსენოთ კაცობრიობის ევოლუციის ერთი ფაქტი. ძველ ატლანტიდაში ცხოვრობდნენ ხელდასხმულები, რომლებიც ორაკულების, ქურუმების სახელით იყვნენ ცნობილნი. ერთი მათგანი, მზის ორაკულის ხელდასხმული, ხელმძღვანელობდა სხვა დანარჩენ, მერკიური, მარსი, იუპიტერი და ასე შემდეგ ხელდასხმულებს. ეს უდიდესი მზის ხელდასხმული ასევე ძირითადი ემიგრანტული ნაკადის ბელადიც გახლდათ. იმ ნაკადისა, რომელიც დასავლეთიდან აღმოსავლეთით, ატლანტიდიდან ცენტრალურ აზიაში გადაადგილდა. იქ განიტოტა და პირველი პოსტატლანტიდური კულტურა შექმნა. ამ ხელდასხმულმა აზიის სიღრმეში შესვლისთანავე მიაშურა წმინდა ადგილს. მისი მთავარი საქმე იყო საკუთარი ხალხის წარმმართველებად ექცია ის უდიდესი ბრძენი, რომელთაც ჩვენ წმინდა რიშებს ვუწოდებთ. მისგანვე, ანუ მზის ხელდასხმულზე ალაპარაკი ხარ, მიიღო ხელდასხმა ზარათუსტრამაც. მაგრამ ზარათუსტრას ხელდასხმა რადიკალურად განსხვავდებოდა წმინდა რიშების ხელდასხმისგან. მის წინაშე სულ სხვა ამოცანა იდგა. ხელდასხმით მინიჭებული უნარის წყალობით რიშებს შეეძლოთ გაეგრძელებინათ შინაგანი განვითარება და იმავდროულად ეკადაგათ ცხოვრების უღრმესი იდუმალებები. ამის შედეგად ისინი ძველი ინდოეთის წინარევედური კულტურის წარმმართველები გახდნენ. ისინი ძველ ატლანტელთა მსგავს, თუმცა ხელოვნური გზით მიღწეულ ნათელხილვას ფლობდნენ. ამის შედეგად ისინი ძველი ინდოეთის წინარევედური კულტურის წარმმართველები გახდნენ. ისინი ძველ ატლანტიდელთა მსგავს, თუმცა ხელოვნური გზით მიღწეულ ნათელხილვას ფლობდნენ. მაგრამ ნათელხილვის ზემოაღნიშნული უნარი ამ 7 რიშზე იყო განაწილებული. ყოველ მათგანს თავისი განსაკუთრებული სფერო გააჩნდა. მსგავსად ატლანტიდის სხვადასხვა ორაკულებისა, რომლებიც სხვადასხვა მიმართებით იყვნენ სპეციალიზირებულნი. და როდესაც ერთი მათგანი გამოთქვამდა იმას, რაც მან იცოდა დასაბამიერი სიბრძნის შესახებ, მისი სიტყვები აღიქმებოდა როგორც მთელი კოლეგიის გამოსვლა. მათ ეს სიბრძნე დაამკვიდრეს მზის უდიდესი ხელდასხმულისგან, რომელმაც თავის მხრივ იგი დასავლეთიდან აღმოსავლეთით გადმოიტანა და გადასცა მათ, ვისაც პოსტ-ატლანტიდური კულტურის ინსპირირება უნდა ეკისრა. მანვე აზიარა ამ სიბრძნეს ზარათუსტრა, თუმცა რამდენადმე განსხვავებული ფორმით. რიშები ამბობდნენ, რათა მიაღწიო უმაღლეს სულიერ სამყაროს, ამისთვის გარე სამყარო, ყოველივე ის, რაც გრძნობადი აღქმის სფეროს განეკუთვნება, უნდა აღიქვა როგორც მაია, როგორც ილუზია. ამას ყველაფერს ზურგი უნდა შეაქციო და მაშინ შენს წინაშე წარმოჩნდება სამყარო სრულიად განსხვავებული მისგან.
რასაც ირგვლივ ხედავ. ამრიგად, რიშების მოძღვრების თანახმად ადამიანს უნდა დაეთმო ილუზორული სამყარო მაია, რათა შინაგანი სამყაროს განვითარებით სულიერ შეამაღლებულიყო. სულ სხვა გზაზე მიუთითებდა ზარათუსტრა. იგი არ გაურბოდა გარემოვლენებს, არ ასწავლიდა, რომ ყოველივე გარე სამყაროს მიერი არის მაია. გარეგნულს იგი ღვთაებრივის ხილულ სამოსელად აღიქვამდა და არ მოითხოვდა ზურგი შეექციათ მისთვის. პირიქით, იგი ადამიანებს მოუწოდებდა გამოეკვლიათ, შეესწავლათ და მზის ელვარე სხეულში ეღიარებინათ გარეგნული არსი, რომელშიც ცხოვრობს და მოქმედებს აურა მაზდაო. ამრიგად ზარათუსტრას ამოსავალი წერტილი ანტიპოდი გახლდათ წმინდა რიშების ამოსავალი წერტილისა. ეცოდეთ, ეს იგი ზარათუსტრას ამოსავალი წერტილი, ხო, ანტიპოდი იყო წმინდა რიშების ამოსავალი წერტილისა. ინდურის მომდევნო კულტურა იმით იყო მნიშვნელოვანი, რომ ამ ეპოქაში ადამიანის მოღვაწეობა გარე სამყაროსადმი იქნა მიმართული. მეორეს მხრივ, როგორც უკვე ითქვა, ზარათუსტრამ თავისი სიბრძნის უმაღლეს საფეხურებს აზიარა ჰერმესი და მოსე. მოსეს კულტურის ჭეშმარიტ ნაყოფიერებისთვის ამ სიბრძნის ჩანასახი უნდა ჩანერგილიყო იმ ხალხის სამშვინველში, რომლის დასაბამი პირველ წინაპარ აბრაჰამამდე აღწევდა. ჩვენთვის ნათელი გახდა, რომ აბრაჰამი იყო პირველი, ვისაც მიეცა ორგანო, რომელმაც ადამიანს შეაძლებინა თავის შინაგანში აღექვა იაჰვე. მაგრამ აბრაჰამი ამასთანავე დარწმუნებული უნდა ყოფილიყო იმაშიც, რომ ღმერთი ფიზიკური ორგანოს მეშვეობით რომ განეცხადა მას, იგივე ხმით მეტყველებდა, როგორითაც დაუსაბამო, ყოვლის გამსჭვალავი მისტერიების ღმერთი. ოღონდ აბრაჰამში ღმერთის ეს შინაგანი აღქმა უფრო შეზღუდული ხასიათისა იყო. შეუძლებელია ისეთმა მაღალმა არსებამ, როგორიც იყო მზის მისტერიების ხელდასხმული, უშუალოდ ხელმისაწვდომი ენით ელაპარაკოს ხალხს, რომელიც განსაზღვრული შეზღუდული ეპოქის ჩარჩოებში ცხოვრობს და მოქმედებს. ასეთი ინდივიდუალობა, რომელიც ერთგვარად მარადმყოფია და რომლის შესახებაც, რათა ხაზი გაუსვათ მარადმყოფლობის ამ მახასიათებელს, თამამად შეგვიძლია ვთქვათ, რომ მას არც სახელი აქვს, არც ასაკი, არც დედმამა ჰყავს. კაცობრიობის ამგვარ წარმმართველს ძალუძს გამოავლინოს თავი მხოლოდ მაშინ, თუ კი მიიღებს იმ იერს, რომელიც მას ასე თუ ისე მიაახლოვებს მათთან, ვისაც იგი უნდა განეცხადოს. და აი, რიშების მასწავლებელმა, ზარათუსტრას მასწავლებელმა, რათა აბრაჰამისთვის გასაგები გამხდარიყო, აბრაჰამის წინაპრის, ნოეს ვაჟიშვილის სიმის სახე მიიღო, მისი ეთერული სხეულით. ეს სხეული შემონახული იყო ისევე, როგორც ზარათუსტრას ეთერული სხეული მოსესთვის და მზის მისტერიათა უდიდესმა ხელდასხმულმა იგი აბრაჰამთან შეხვედრისას გამოიყენა. ეს შეხვედრა აღწერილია ძველ აღთქმაში. იგი მოგვითხრობს, თუ როგორ მიიღო აბრაჰამმა უზენაესი ღმერთის მეფე ქურუმი მალეკ ზადეკი, ანუ მელქი სედეკი, როგორც მას ჩვეულებრივ უწოდებენ. აბრაჰამის შეხვედრა მზის უდიდეს ხელდასხმულთან, რომელიც სიმის სემიტური რასის ფუძემდებლის ეთერულ სხეულში მოევლინა მას, რათა ერთგვარი გაოგნებისგან დაეცვა უდიდესი მნიშვნელობის უნივერსალური მოვლენა გახლავთ. ბიბლიაში მრავლის მთქმელი სიტყვებითაა გადმოცემული ისეთი რაღაც, რაც ხშირად მეტისმეტად დამახინჯებულად ესმით. იქ ნახსენებია წყარო იმ ცნობისა, რაც მელქისედეკს უნდა ეუწყებინა. მართლაც რა უნდა გაენდო მას აბრაჰამისთვის, თუ არა მზის ყოფიერების იდუმალებანი, თუ არა ის ცოდნა, რაც აბრაჰამს ცხადია თავისებურად უნდა აღექვა და რაზეც წინასწარმეტყველურად იუწყებოდა ზარათუსტრა. ჩვენ ვთქვით, რომ ზარათუსტრამ თავის რჩეულ მოწაფეებს განუცხადა მზის ელვარე სხეულში დავანებული არსების ყოფიერება, იმ არსებისა, რომელსაც იგი აურა მაზდაოს უწოდებდა. ზარათუსტრა ამბობდა, შეხედეთ მზეს, იქ ცხოვრობს ფარული ძალა. იგი ჯერ არ შეერთებია დედამიწას, მაგრამ მომავალში დაეშვება დედამიწაზე. დაეშვება და იმ მონაწილეებს კაცობრიობის ევოლუციაში იგი ადამიანის სხეულში მოგვევლინება. ასე ამბობდა, ასე წინასწარმეტყველებდა ზარათუსტრა მზის სულის
ქრისტეს მოვლენებას. ვაცნობიერებთ რა ყოველივე ამას, ჩვენ იმავდროულად ისიც უნდა გვესმოდეს, რომ ადამიანს, რომლის მისიასაც ქრისტეს განსხეულების მომზადება და ამ პროცესის თანაშემწეობა შეადგენდა, ამგვარ ადამიანს მზის ზემოაღნიშნული იდუმალების უღრმესი შემეცნება უნდა მიეღო. და აი, აბრაჰამმა ზარატუსტრას მასწავლებელთან შეხვედრისას მისგან მიიღო მაუწყებლობა, მოპოვებული იმავე წყაროდან, საიდანაც შემდგომში ქრისტეს იმპულსი უნდა წარმომდგარიყო. ძველ აღთქმაში ეს ფაქტი სიმბოლურადაა გამოხატული. მართლაც ბიბლიაში ვკითხულობთ, რომ შეხვდა რა მელქისედეკს აბრაჰამმა სალემის მეფისაგან უზენაესი ღმერთი საამ ქურუმისგან მიიღო პური და ყურძნის წვენი. შემდგომში ჩვენ კვლავ ნახულობთ ამ პურს და ყურძნის წვენს. საიდუმლო სერობის დროს, როდესაც ქრისტეს მოწაფეები უნდა ჩაწვდომოდნენ მის საიდუმლოს, მის მისტერიას, ამ გამოცხადებისთვის არჩევანი კვლავ პურსა და ყურძნის წვენზე შეჩერდა. საბუძვართა იდენტურობა ორივე შემთხვევაში ნათლად მიუთითებს, რომ მელქისედეკი ინსპირირებულია იმავე ცხოველმყოფელი წყაროდან, საიდანაც ქრისტე. არსება, რომელიც შემდგომში დედამიწაზე უნდა დაშვებულიყო, მელქისედეკის მეშვეობით ზემოქმედებდა დედამიწაზე. და ამ ზემოქმედებით განიმსჭვალა აბრაჰამი, როდესაც მიიღო მისია შეემზადებინა შემდგომი მოვლენები. ეს მნიშვნელოვანია, რომ გავიაზროთ, რომ ეს არსება, ესე იგი, რომელიც შემდგომში დედამიწაზე უნდა დაშვებულიყო, მელქისედეკის მეშვეობით უკვე ზემოქმედებდა დედამიწაზე. და აი ამ ზემოქმედებით განიმსჭვალა აბრაჰამი, როდესაც მიიღო ეს მისია შეემზადებინა შემდგომი მოვლენები. აბრაჰამის და მელქისედეკის შეხვედრის შედეგი იყო ის, რომ აბრაჰამი მიხვდა მისი მაინსპირირებელი ძალა, რომელსაც იგი იაჰვეთ ღვთაებათა შორის უზენაესად სახავდა, იმავე წყაროდან იღებდა სათავეს, საიდანაც საზრდოობდნენ უდიდესი მიწიერი გამოცხადებები. ვისაც გაინტერესებთ, შეგიძლიათ ბიბლია გადაშალოთ ძველი აღთქმა დაბადება მე-14 თავი, მე-18 მუხლი და აი ამათ შეხვედრას დაიკითხოთ. აბრაჰამისთვის ნათელი გახდა, რომ ეს ის წყაროა, რომელიც ხელდასხმულს სამყაროს წარმართველი და განმასულიერებელი უდიადესი ღვთაების ცნობიერებას ანიჭებს. ამიერიდან სწორედ ეს ცნობიერება უნდა გადაეცა აბრაჰამს თავის შთამომავლობისთვის. მას განეცხადა, რომ ძალები, რომლითაც გამსჭვალულია თაობიდან თაობაში გამდინარე სისხლი, იდენტურია იმ ძალთა, რომლებიც ეხსნებათ მისტერიების ხელდასხმულთ. როდესაც ისინი თავიანთი ნათელმხილველური მზერით ყოფიერების გამოცანას უპირისპირდებიან და კოსმოსის ხმას აყურადებენ. როგორც უკვე აღნიშნე, კოსმოსის იდუმალი ცხოვრების გამოსახატავად, მისტერიებში ვარსკვლავთ მეცნიერებიდან ნასესხებენას იყენებდნენ. იყო დრო, როდესაც მისტერიების მასწავლებლები თავიანთ შეგონებებს ციური თანავარსკვლავედების ურთიერთმიმართებათა ხატსახეებში განათავსებდნენ და ჯგუფური თანავარსკვლავედებისგან შედგენილ ფიგურებს ღვთაებრივ სამყაროში ამაღლებული ადამიანის სულიერი განცდების გადმოსაცემად იყენებდნენ. მაინც რა სიბრძნე იკითხებოდა ამ ვარსკვლავთმეტყველების ხატსახეებში. იქ იკითხებოდა სამყაროს მაცოცხლებელი, სამყაროს გამგებელი ღვთაების იდუმალებანი. ვარსკვლავთა კანონები ღმერთის ხილული გამოხატულება იყო. აღავლენდა რამზერას თვალშეუდგამი სივრცეებისკენ. ადამიანი ამბობდა, აი ღვთაების გამოვლენა, თანავარსკვლავედთა ჰარმონიაში ღმერთი გვეცხადება. კანონებსა და ვარსკვლავთა კონსტელაციების ჰარმონიაში მყოფადი, ღმერთის ხედვის ამგვარი ხერხი და მისი ცნობი ყოფიერების გამოცხადება, რაც მას სამყაროსთვის ებრაელი ხალხის განსაკუთრებული მისიის მეშვეობით უნდა წარმოეჩინა, შესაბამისი უნდა ყოფილიყო იმ გზებისა, რომლებსაც თანავარსკვლავედები ზეცაში გადიან. ესე იგი, თაობათა სისხლში, იაჰვეს გამოცხადების გარეგნულ ფაქტორში უნდა გამოხატულიყო იგივე კანონები, რომლებსაც ზეცაში ვარსკვლავების ტრაექტორია ემორჩილება. სხვაგვარად რომ ვთქვათ, აბრაჰამის შთამომავლობაში უნდა ასახულიყო ვარსკვლავთა გზები. აბრაჰამის შთამომავლობაში უნდა ასახულიყო ვარსკვლავთა გზები. ამიტომაც აღეთქვა აბრაამს, ციურ მნათობთა დარად მრავალრიცხოვანი იქნება შენი შთამომავლობა.
მაგრამ ეს სიტყვები მიანიშნებს აბრაჰამის შთამომავალთა მხოლოდ და მხოლოდ რაოდენობაზე. მაგრამ ეს სიტყვები მიანიშნებს აბრაჰამის შთამომავალთა მხოლოდ და მხოლოდ რაოდენობაზე. სინამდვილეში კი არსებითი არა რაოდენობა, არამედ კანონი, რიტმი, რამაც უნდა განაპირობოს შთამომავლობის ზრდა. აბრაჰამის შთამომავლებში უნდა დომინირებდეს იგივე წყობა, იგივე წესრიგი, რაც ციურ ნათობებში, თანავარსკვლავედებში, რომლებიც ღმერთის ენას წარმოადგენენ. ზოდიაქოს ნიშნებში, გამოვლენილ კანონებში, პლანეტების ამა თუ იმ ზოდიაქოსთან მიმართებაში ადამიანები სამყაროს შემოქმედი ღმერთების ქმედებებს ხედავდნენ. ზოდიაქოს 12 ნიშანსა და პლანეტებს შორის მჭიდრო კავშირმა მიწიერი გამოხატულება ნათესაურ სისხლის მიერ კავშირში ჰპოვა. იაკობის 12-ძე, ასევე იუდეველთა 12 ტომი ზოდიაქოს 12 ნიშანს შეესაბამება. როგორც ღმერთებმა თავიანთი თვით გამოვლენისთვის დასახეს 12 ნიშანი, ასე ავლენდა თავის თავს იაჰოვა სისხლში და აკავშირებდა ამ ხალხის თაობათა რიგს. დაყოფილს 12 ტომად, იაკობის 12 ვაჟიშვილის სიტყვისად. ხოლო რაც შეეხება პლანეტებს, რომლებსაც ჩვენ ვენერა, მერკური, მთვარეს, მზეს და ასე შემდეგ ვუწოდებთ, მათი ადგილი განსაზღვრულია ზოდიაქოთა თანავარსკვლავედებს შორის და ჩვენ უკვე ვნახეთ, რომ პლანეტების სვლასა და იუდეველთა ისტორიის სხვადასხვა ეპიზოდებს შორის პარალელის გავლება შესაძლებელია. ასეთი პარალელები აღინიშნება მეფე დავითსა და ჰერმეს, ანუ მერკურის შორის, ბაბილონის ტყვეობასა და ვენერას შორის. სწორედ ეს ფაქტები უნდა გახსნოდა აბრაჰამს. ადგილი, რომელიც დავითს უჭირავს თაობათა რიგში, შეესაბამება მერკურის მდგომარეობა ზოდიაქოთა თანავარსკვლავედებში. იუდას ტომი, მაგალითად, შეესაბამება ლომის თანავარსკვლავედს, ხოლო დავითის როლი ამ ტომში შეესაბამება მერკურისთვის დაკისრებულ როლს მისი ლომის ნიშანში დგომისას. ებრაელი ხალხის მთელი ისტორია მეფე ქურუმთა ღირსების თუ ამა თუ იმ ტომის ბრძოლის და გამარჯვების მემკვიდრეობით გადაცემის თავისებური ხერხი ზუსტად ასახავს ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნებში გამავალ პლანეტათა მოძრაობას. სწორედ ამას ნიშნავს სიტყვები შენი შთამომავალნი ციურ ნათობთა კანონს დაექვემდებარებიან. ასე რომ ოკულტური მაუწყებლობები გვიცხადებს არა ტრივიალობას, არამედ განუზომელ სიღრმეებს. ჩვენ მართლაც ვხედავთ, რომ მათეს სახარებაში აღწერილი თაობათა ცვლა კანონებს ექვემდებარება. მახარებელი მათე გვაჩვენებს თუ რა გზით, როგორ სრულიად განსაკუთრებული ხერხით მზადდებოდა სისხლი. სისხლი, რომელშიც უნდა განსხეულებულიყო ზარატუსტრას ინდივიდუალობა იმ მიზნით, რათა დედამიწაზე ქრისტეს მოვლინება შეემზადებინა. რას ესწრაფოდა 42 თაობა აბრაჰამიდან იოსებამდე? ვარსკვლავად კანონების განპირობებულმა სისხლის შერევამ, წმინდა მისტერიების მოძღვრებათა თანახმად, ის შედეგი გამოიღო, რომ შეიქმნა უზენაესი ჰარმონიულობით გამსჭვალული სისხლი, რომელიც იდუმალ მოძრაობაში თანავარსკვლავედთა უღრმესი კანონები აირეკლებოდა. ეს კიდევ ერთხელ კარგად წავიკითხოთ. ვარსკვლავად კანონებით განპირობებულმა სისხლის შერევამ, წმინდა მისტერიების მოძღვრებათა თანახმად, ის შედეგი გამოიღო, რომ შეიქმნა უზენაესი ჰარმონიულობით გამსჭვალული სისხლი, რომელიც იდუმალ მოძრაობაში თანავარსკვლავედთა უღრმეს კანონებს აირეკლავდა. ეს სისხლი, რომელიც ზარატუსტრასთვის უდიდესი მისიის განსახორციელებლად იყო საჭირო, გარკვეული მიმართებით კოსმოსის ანასახს წარმოადგენდა. ეს იყო კოსმოსურ კანონებთან თანახმიერი, თანმიმდევრული შერევის ნაყოფი და ამას ყველაფერს შეფარული ფორმით ვპოულობთ უმნიშვნელოვანეს დოკუმენტში, მათეს სახარებაში. ეს დოკუმენტი ბაზირებულია კოსმოსური კანონების თანახმიერ განვითარებული რასის ყოფიერების უღრმეს საიდუმლოზე. ეს დოკუმენტი ბაზირებულია კოსმოსური კანონების თანახმიერად განვითარებული რასის ყოფიერების უღრმეს საიდუმლოზე. ამას აცნობიერებდა ყველა, ვისთვისაც რაღაც მაინც იყო ცნობილი ქრისტეს უდიდესი საიდუმლოს შესახებ.
ისინი გრძნობდნენ, რომ იესო ნაზარეველის ძარღვებში მჩქეფარი სისხლი იყო კოსმოსის ერთგვარი ანასახი. მათი გაგებით სისხლში, რომელსაც უნდა მიეღო ნაზარეველის მე, სამყაროს სული ცხოვრობდა. და თუ კი ასეთ ფიზიკურ სხეულს დაბადება ეწერა, იგი კოსმოსური სულის, სამყაროში მოქმედი სულის კოპიო, ზუსტი ანასახი უნდა ყოფილიყო. ამრიგად თავიდანვე იყო ცნობილი, რომ სისხლის შერევამ ზარათუსტრას სისხლამდე, იესო ნაზარეველის სისხლამდე მოაღწია და ეს შორეული სისხლი იგივე ძალით იყო გამსჭვალული, რაც კოსმოსში მეუფებდა. იგი გამსჭვალული იყო სულით, რომელსაც დედამიწის და მზის გაცალკევების შემდეგ თავისი სხეულით უნდა განემსჭვალა მსოფლიო ევოლუცია. ბიბლიისადმი მიძღვნილ ლექციებში ჩვენ დავინახეთ, რომ ებრაული სიტყვები, რომლითაც ძველი აღთქმა იწყება ბერეშით ბარა ელოჰიმ ოდ ჰაშა მაიმ ვე ჰარեց, უნდა ითარგმნოს ისე არა იმ ბანალური სიტყვებით, რომლითაც დღეს ვკითხულობთ. ისინი არ შეესაბამება ჭეშმარიტ აზრს, არამედ მსოფლიო წიაღში, რომელიც სატურნის, მზის და მთვარის შემდგომ წარმოიქმნა, ელოჰიმების კოსმოსურმა მოღვაწეობამ აზრის მეშვეობით შექმნა ყოველივე ის, რაც გარეგნულად ვლინდება და შინაგანი ცხოვრებით ცოცხლდება. ამ ყველაფერში მეფობდა წყვდიადი. მაგრამ ელოჰიმების შემოქმედი სული რუახ კვერცხებზე მჯდარი კრუხივით გადაეფარა ამ ქვეყანას და სითბოთი გამსჭვალა იგი. კიდევ ერთხელ წავიკითხოთ. ეს იგი ებრაული სიტყვები, რომლითაც ძველი აღთქმა იწყება ბერეშით ბარა ელოჰიმ ოდ ჰაშამაიმ ვე ჰარեց, უნდა ითარგმნოს ასე. მსოფლიო წიაღში, რომელიც სატურნის, მზის და მთვარის შემდგომ წარმოიქმნა, ელოჰიმების კოსმოსურმა მოღვაწეობამ აზრის მეშვეობით შექმნა ყოველივე ის, რაც გარეგნულად ვლინდება და შინაგანი ცხოვრებით ცოცხლდება. ამ ყველაფერში მეფობდა წყვდიადი. მაგრამ ელოჰიმების შემოქმედი სული რუახ კვერცხებზე მჯდარი კრუხივით გადაეფარა ამ ქვეყანას და სითბოთი გამსჭვალა იგი. მას სული, რომელმაც სამყარო გამოჩეკა, იგივე სულია თანავარსკვლავედებში არეკლილ კოსმოსურ კანონებს რომ მართავს. ქრისტიანული მისტერიების პირველ ხელდასხმულებს ესმოდათ, რომ იესო ნაზარეველის სისხლი იყო ელოჰიმების შეგნებული მოღვაწეობა. კოსმოსურ ყოფიერებაში რუახის მოღვაწეობის ანასახი, რუახის ანუ შემოქმედი სულის. ამიტომაც ლაპარაკობდნენ ისინი მომავლის ამ უდიდესი მოვლენის წინასწარ განჭვრეტით მონამზადებ სისხლზე, რომ იგი იყო სამყაროს სულით შექმნილი. იმ სულით ყოფიერების წიგნის დიდებულ თხრობაში რუახად რომ მოიხსენიება. ასეთია წმინდა აზრი, შეუდარებლად ღრმა და ფართო, ვიდრე ყველა ის წარმატება, რაც დღემდე მიუკუთვნებიათ გამონათქვამისთვის სამყაროს სულიდან ჩაისახა იგი. რეალურად ამ ფრაზის საფუძველში ნაგულისხმებია ის, ვინც ეს არსება ქვეყნად მოავლინა, სამყაროს სულით იყო მსჭვალული. როდესაც მსგავსი იდუმალების სიდიადით ვიმსჭვალებით, მაშინ ვაცნობიერებთ, რომ საგანთა ამგვარი წვდომა ბევრად უფრო ამაღლებულია, ვიდრე უბიწო ჩასახვის დღეს გავრცელებული ყველა განმარტება. რათა ჩავწვდეთ ბიბლიის ჭეშმარიტ ძრახვებს და ავმაღლდეთ უბიწო ჩასახვის ბანალურ ინტერპრეტაციაზე, საჭიროა გავარკვიოთ ორი რამ. უპირველესად უნდა დავფიქრდეთ, რისთვის წარმოადგინა მათეს სახარების ავტორმა სახელების ეს უგრძესი ნუსხა აბრაჰამიდან იოსებამდე. რისთვის წარმოადგინა, თუ კი მიზანი იყო დაემტკიცებინა, რომ იესო ნაზარეველის დაბადებას არაფერი აქვს საერთო იოსებთან. რისთვის გაისარჯა მახარებელი მათე, ნუ თუ იმისთვის წარმოგვიჩვინა მან ის გზა, რომლითაც აბრაჰამის სისხლი იოსებს გადაეცა, რათა შემდეგ განეცხადებინა, რომ ამ უკანასკნელს იესო ნაზარეველთან არაფერი აკავშირებს. მეორე მხრივ, არც ის უნდა დაგვავიწყდეს, რომ სახელი ელოჰიმ რუახ, რომელიც ითარგმნა როგორც სულიწმიდა, ებრაულად მდედრობითი სქესისაა. რასაც ასე თუ ისე ანგარიში უნდა გაეწიოს, ამას მოგვიანებით დავუბრუნდებით. ახლა კი მინდა გავხსნა მთელი დიდებულება იმ წარმოდგენებისა, რომლებიც თავადვე
უпростоრედ თავიდანვე ჩაიდო ამ საიდუმლოს საფუძველში. ის, რაც ჩვენი ერის დასაწყისში მოხდა და რაც ცნობილი იყო მხოლოდ ბრძენთათვის, რომლებიც ნამდვილად ზიარებულნი იყვნენ კოსმოსის იდუმალებებს, პირველად არამეულ ენაზე შედგენილ დოკუმენტებში გადმოიცა. ამ დოკუმენტებს ეფუძნება მათე სახარება და არათუ ოკულტურად, არამედ ფილოლოგიური კვლევითაც შეიძლება დამტკიცდეს, რომ ეს დოკუმენტები უკვე არსებობდა ჩვენი წელთაღრიცხვის 71 წელს. ჩემს წიგნში ქრისტიანობა როგორც მისტიური ფაქტი და უძველესი მისტერიები აღწერილია თუ როგორ იქმნებოდა სახარებები, მაგრამ მხოლოდ ფილოლოგიაზე დაყრდნობითად შეიძლება დაზუსტებით ითქვას, რომ მათე სახარება 71 წელზე გვიან არ დაწერილა. ჭეშმარიტად ამ პერიოდისთვის ეს იგი შედარებით მალევე პალესტინის მოვლენების შემდეგ უკვე ცნობილი იყო ამ სახარების არამეული ვერსია. მაგრამ აქ ჩვენთვის არსებითია არა ფილოლოგია, არამედ სულისმეცნიერება. ამიტომ მე შემოვიფარგლები მხოლოდ ერთი ციტატით თალმუდიდან, რომლის ნამდვილ საიმედობას ფაქტობრივად სწავლულები ამტკიცებენ. მაშასადამე თალმუდში აღნიშნულია, რომ რაბინ ჰამალიილ მეორე, რომლის მამა 70 წელს რომაელებთან ბრძოლაში დაეცა, დავა ჰქონდა თავის დასთან მემკვიდრეობის თაობაზე. ნათქვამია, რომ ეს რაბინი წარსდგა მოსამართლის წინაშე, რომელიც თალმუდის ამბობის თანახმად ნახევრად ქრისტიანი იყო. ასე უწოდებდნენ მაშინ ქრისტიან ებრაელებს. იმ ეპოქაში მართლაც იყვნენ რომაელებისგან ებრაელთათვის მიჩენილი ამგვარი მოსამართლეები. და აი ამ დროს საინტერესო რამ მოხდა. ჰამალიილ მეორე მოსამართლესთან იჩემებდა თავის ქონებრივ უფლებებს. იგი აპელირებდა იუდეველთა კანონზე, რომლის თანახმადაც მემკვიდრეობა ვაჟიშვილს უნდა რგებოდა და არა ქალიშვილს. კანონი მართლაც აღიარებდა მის უფლებას მთელ მამისეულ ქონებაზე, მაგრამ მოსამართლე განმარტა, რომ იმ მხარეში, რომელზეც მისი გამგებლობა ვრცელდებოდა, თორა გაუქმებული იყო და ამიტომაც სადავო საქმეებს იგი წყვეტდა არა იუდეველთა კანონის გათვალისწინებით, არამედ იმ კანონებზე დაყრდნობით, რომლებიც თორას სანაცვლოდ იყო მიღებული. ეს ყველაფერი 71 წელს მოხდა, ანუ ჰამალიილის მამის გარდაცვალების 1 წლის შემდეგ. იგი 70 წელს აღესრულა. მაშინ ჰამალიილმა უკეთესი რომ ვერა მოიფიქრა, მოისყიდა მოსამართლე და მანაც მეორე დღეს სასამართლოს წინაშე წაიკითხა ციტატა მათეს სახარების პირველ საწყისი არამეული ვარიანტიდან. ქრისტე მოვიდა არა იმისთვის, რათა გააუქმოს მოსეს კანონი, არამედ იმისთვის, რათა აღასრულოს იგი. ამით მან თავისი სინდისით დაიმშვიდა, კანონსაც გვერდი აუარა და ქრისტეს სიტყვების შემწეობით მთელი მემკვიდრეობა ჰამალიილს მიაკუთვნა. ეს მოთხრობა ცხადყოფს, რომ 71 წელს უკვე არსებობდა ქრისტიანული დოკუმენტი, საიდანაც ნასესხები იქნა ციტატა, რომელსაც მათეს სახარებაში ვხვდებით. ციტატა მოყვანილია არამეულ ენაზე, რაც იმას მოწმობს, რომ იგი თუნდაც ნაწილობრივ უკვე არსებობდა. გარეგნული კვლევისას ყველაფრის კითხვას, რაც კი ხელთ მოხვდება, გვიჯობს გავეცნოთ თალმუდის ტექსტებს, ესოდენ მნიშვნელოვანს, თუნდაც ეგზოტერული თვალსაზრისით. ზემოთქმული საფუძველს გვაძლევს ვამტკიცოთ, რომ მათეს სახარების რედაქცია უშორეს თარიღს განეკუთვნება. აქედან გამომდინარე ამ რედაქციაში მონაწილე ადამიანები პალესტინის მოვლენიდან არც თუ დიდი ხნის შემდეგ ცხოვრობდნენ და მათთან კამაც ქრისტეს არსებობის ნამდვილობაზე, ანუ მასზე, რომ ქრისტე ნამდვილად ცხოვრობდა ჩვენი ერის დასაწყისში, აზრი არ ჰქონდა, რადგანაც ცნობილი მოვლენებიდან ნახევარი საუკუნეც არ იყო გასული და ჯერ კიდევ მოიძებნებოდნენ თვითმხილველნი, რომლებთანაც არსებულ მოვლენაზე ვერც დაილაპარაკებდნენ. ეს ყველაფერი ძირითადად ეზოტერული თვალსაზრისითაა მნიშვნელოვანი, მაგრამ ეზოტერული თვალსაზრისის მადასტურებლადაც მისაღებია. ნუ ვიფიქრებთ, რომ ევოლუციის ეს უღრმესი საიდუმლოებები ასე სრულიად აშკარად შეიძლებოდა ყველას თვალწინ გაცხადებულიყო. ეს მოვლენები თანამედროვეთათვისაც კი ურუსით იყო მოცული. მათი არსი მხოლოდ ერთეულ ხელდასხმულთათვის იყო მისაწვდომი. ამიტომ ბუნებრივია, რომ კაცობრიობის განვითარებისთვის ესოდენ მნიშვნელოვანი მოვლენა სრულ იდუმალებაში დაიძირა და როდესაც ჩვენი დროის ისტორიკოსები ამ მოვლენათა მადასტურებელი დოკუმენტების უქონლობას კონსტატირებენ, ამან არ უნდა გაგვაკვირვოს. პირიქით, ეს სავსებით ბუნებრივია.
ამრიგად, ჩვენ უკვე გამოვიკვლიეთ ყველაფერი, რაც ზარათუსტრას ეხებოდა. ახლა კი მოდით ვნახოთ, რას წარმოადგენენ პალესტინის მოვლენათა მზადებაში ჩართული სხვა დინებები. სწორედ ქრისტესთან დაკავშირებულ მოვლენებამდე და უშუალოდ მათ შემდეგ კაცობრიობის ევოლუციაში ძალზე ბევრი რამ მოხდა. ქრისტეს მოვლინება ხანგრძლივი დროის მანძილზე მზადდებოდა. ამ მზადებაში მონაწილეობდა ზარათუსტრა, რომელიც ზუსტად ისე ზემოქმედებდა ჰერმესსა და მოსეზე, როგორც მელქისედეკი იესო ნაზარეველის გარეგნულ გარსზე. ამავდროულად წარმოიქმნა მეორე დამხმარე დინებაც, რომელიც ძირითადად ზარათუსტრასგან მომდინარე დინებასთან იყო დაკავშირებული. ეს დამხმარე დინება ნელ-ნელა მზადდებოდა ზოგიერთ ოკულტურ სექტებში, რომლებიც ისტორიისთვისაც ცნობილია. ასეთ საიდუმლო სექტას მიეკუთვნებოდნენ თერაპევტები. სექტის მიზანი იყო შინაგანი ძალისხმევით განეწმინდა სამშინველი იმ ბიწიერებისგან, რომლითაც იგი გარეშემეცნებისას იბღალებოდა და ასეთნაირად ამაღლებულიყო წმინდა სულის სფეროში. აზიაში არსებობდა ამ სექტის ერთი განშტოება, რომელშიც გაერთიანებული იყვნენ ესეელები. ამ სექტების, თერაპევტების და ესეელების ყველა წევრი ექვემდებარებოდა ზოგადად სულიერ წარმმართველობას და რათა გავიგოთ, რას წარმოადგენდა, როგორი იყო ეს წარმმართველობა, მოდით გავიხსენოთ ლუკას სახარების ჩვენეული მიმოხილვა. გაუტამა ბუდას შესახებ ჩვენ ვიცით და ამასვე ამბობს აღმოსავლური ტექსტები, მათ შორის ეზოტერულებიც, რომ ვიდრე ბუდას ღირსებას მიაღწევდა, მას უნდა გაევლო ბოთისატვას საფეხური და ისტორიულმა ბუდამ ვიდრე ბუდა გახდებოდა, მართლაც განვლო იგი. ისიგი ამ სექტების, თერაპევტების და ესეელების ყველა წევრი ექვემდებარებოდა ზოგადად სულიერ წარმმართველობას. და რათა გავიგოთ, რას წარმოადგენდა, როგორი იყო ეს წარმმართველობა, მოდით გავიხსენოთ ლუკას სახარების ჩვენეული მიმოხილვა. გაუტამა ბუდას შესახებ ჩვენ ვიცით და ამასვე ამბობს აღმოსავლური ტექსტები, მათ შორის ეზოტერულებიც, რომ ვიდრე ბუდას ღირსებას მიაღწევდა, მას უნდა გაევლო ბოთისატვას საფეხური და ისტორიულმა ბუდამ, ვიდრე ბუდა გახდებოდა, მართლაც განვლო იგი. თავისი ცხოვრების 29 წლამდე იგი იყო ბოთისატვა და მხოლოდ ამის შემდეგ შინაგანი განვითარების გზით ბუდას ღირსებამდე განმავლდა. კაცობრიობის განვითარების უგრძეს გზაზე არსებობდა და არსებობს ბოთისატვების მთელი რიგი და ბოთისატვა, რომელიც ჩვენ წელთა რიცხვამდე 6 საუკუნით ადრე გახდა ბუდა, ერთ-ერთია იმ ბოთისატვათაგან კაცობრიობის განვითარებას რომ წარმართავენ. ინდივიდუალობა, რომელიც ბოთისატვას საფეხურიდან ბუდას ღირსებამდე ადის, შემდგომში დედამიწაზე ფიზიკურად აღარ იბადება. ჩვენ ვიცით, როგორ გამოავლინა თავი ბუდამ ლუკას სახარებისეული იესო ნაზარეველის დაბადების ჟამს, როდესაც ნათანისეულ იესოს დაუკავშირდა თავისი ასტრალური სხეულის მეშვეობით. და დავინახეთ, რომ ეს იყო სხვა იესო და არა ის, ვიზეც მათეს სახარება მოგვითხრობს. მეფის სუთხოვდანის ბუდად გარდასახვაში ჩვენ ძველი განვითარების დასასრულს ვჭვრეთ და მართლაც განვითარება, რომელიც დასრულდა მაშინ, როდესაც ბოთისატვა ბუდად იქცა, იმავე დინებას განეკუთვნება, რომელსაც ეკუთვნოდნენ ინდოეთის წმინდა რიშები. მაგრამ ხსენებული ბოთისატვას ბუდად გარდასახვის ჟამს იგი გარკვეულად დასრულდა. საერთოდ, როდესაც ბოთისატვა ბუდად იქცევა, მის ადგილს მემკვიდრე ბოთისატვა იკავებს. ძველი ინდური ლეგენდა გვიამბობს, რომ იმ ბოთისატვამ, რომელიც დედამიწაზე დაეშვა, რათა როგორც მეფე სუთხოვდანის ძე ბუდას საფეხურამდე ამაღლებულიყო, თავისი ბოლო ინკარნაციის წინ სულიერ სამეუფოებში თავის მემკვიდრეს ბოთისატვას გვირგვინი გადასცა. ამ ახალ ბოთისატვას, რომელიც მის შემდეგ ამოქმედა, თავისი განსაკუთრებული მისია ჰქონდა კაცობრიობის განვითარებაში. მას უნდა ეხელმძღვანელა იმ მოძრაობისთვის, რომელიც თერაპევტიზმსა და ესეელიზმში გამოიხატა. ასე რომ ბუდას მემკვიდრე ბოთისატვაში ჩვენ ვხედავთ და ვაღიარებთ თერაპევტთა და ესეელთა თემების წარმართვას. იქ ვრცელდებოდა მისი ზემოქმედება. ახალმა ბოთისატვამ მეფე ალექსანდრე იანაილის მმართველობის ხანს ესეელთა თემში ხელმძღვანელად გაგზავნა ერთი გამორჩეული ინდივიდუალობა. ეს პიროვნება კარგადაა ცნობილი ოკულტიზმში და ასევე გარეგნულ თალმუდურ ლიტერატურაშიც. მაშასადამე 100 წლით ადრე ჩვენს წელთა აღრიცხვამდე, ანუ 1 საუკუნით ადრე ქრისტიანობამდე, დედამიწაზე ცხოვრობდა ინდივიდუალობა,
რომელსაც არაფერი აქვს საერთო არც ლუკას, არც მათეს სახარებისეულ იესოსთან. ეს ინდივიდუალობა გახდა ესეელთა თემის ხელმძღვანელი. ოკულტიზმში მას იცნობენ როგორც ქრისტიანობის თავისებურ წინამორბედს ესეელთათვის. თალმუდურ ლიტერატურაში იგი ცნობილია როგორც იესო პანდირას ძე, იეშუ ბენ პანდირა. ეს იესო პანდირას ძე, ვის შესახებაც უმეცარმა ებრაელმა ლიტერატორებმა 1000 სისულელეს შეთხზეს, ამ შენათხზავს ჩვენს უახლეს დროში კვლავ შეუნთეს ცეცხლი, ეს პიროვნება ღრმად კეთილშობილი, უდიდესი პიროვნება, ზოგიერთი თალმუდისტის მიბაძვით არ უნდა ავრიოთ იესო ნაზარეველთან. ჩვენი გაგებით იესო პანდირას ძე არის ესეელთათვის ქრისტიანობის წინამორბედი და ჩვენ ვიცით, რომ მათ, ვინც ესეელების მოძღვრებას მკრეხელობად მიიჩნევდნენ, იეშუ ბენ პანდირას ბრალი დასდეს მკრეხელობასა და ერესში. შემდეგ ქვებით ჩაქოლილეს და ხეზე ჩამოკიდეს, რათა წამებისთვის სირცხვილიც დაემატებინათ. ეს არის ოკულტური ფაქტი, ასევე მოხსენიებული თალმუდურ ლიტერატურაში. იეშუ ბენ პანდირაში ჩვენ ვხედავთ პიროვნებას მდგომს იმ ბოთისატვას ნათელ ქვეშ, რომელმაც როგორც მეფე სუდღოდანის ძემ ბუდას ღირსება მოიპოვა. ეს სავსებით ცხადია ჩვენთვის. აქ ჩვენ გვაქვს მომზადების ერთგვარი სახეობა, მთავარი ქრისტიანული დინების გვერდითი შენაკადი, დამოკიდებული ბუდას მემკვიდრეზე, ამჟამინდელ ბოთისატვაზე, რომელიც მომავალში მაეტრეა ბუდა გახდება. ეს მან წარავლინა თავისი დესპანები ესეელების თემში. იმ დროისთვის ეს დინება ვლინდებოდა მისიონერში, რომელმაც ესეელების თემში გააკეთა ის, რაზეც შემდეგ ლექციაში ვისაუბრებთ. მაშასადამე სახელი იესო ჩვენ უნდა ვეძებოთ იმ ინდივიდუალობაში, რომელზეც გვაუწყებენ მათეს და ლუკას სახარებები. მაგრამ ეს სახელი ჩვენ ასევე უნდა ვეძებოთ ჩვენს წელთაღრიცხვამდე 1 საუკუნით ადრე, ესეელთა თემში, იმ უკეთილშობილეს პიროვნებაში, რომლის მიმართაც ნათქვამი უხამსობანი თალმუდური ლიტერატურის გამონაგონი წმინდა წყლის ცილისწამებაა. ეს ის პიროვნებაა, რომელსაც ბრალი დასდეს მკრეხელობასა და იერესში, შემდეგ ქვებით ჩაქოლეს და ხეზე ჩამოკიდეს.